უკანასკნელ გზაზე დღეს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გააცილეს. ყოფილ პოლიტპატიმარს ოჯახის წევრები, ახლობლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ემშვიდობებოდნენ. პოლიტიკოსების განცხადებით სულხან მოლაშვილის საქმე აუცილებლად უნდა გაიხსნას, დამნაშავეები კი უნდა დაისაჯონ. საზოგადოების ნაწილი მოლაშვილის წამებაში ბრალდებულთა დაუსჯელობაზე პასუხისმგებლობას დღევანდელ ხელისუფლებას აკისრებს. ქაშვეთის ტაძართან მოქალაქეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის პოლიტიკოსები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ყოფილი პოლიტპატიმრის ოჯახის წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემაც მიუსამძიმრა. ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობდნენ, რომ სულხან მოლაშვილს წინა ხელისუფლების დროს თავისუფლება უკანონოდ წაართვეს. პოლიტიკოსები კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის საქმის გაჭიანურებაზეც ამახვილებდნენ ყურადღებას. ამ ოჯახს, რომელსაც ძალიან დიდი ტრაგედია, ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა და ძალიან რთული პროკურატურა იძიებს ამ თემას და იმედია დაისჯებიან ყველა, ვინც ამ ადამიანის წინაშე ჩაიდინა უკანონობა, ზეწოლა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს სულხანი როგორი დააკავეს და როგორი გამოვიდა ციხიდან. პირველ რიგში მოლაშვილი იყო კლასიკური მსხვერპლი რეჟიმის ადამიანი, რომელმაც თავისუფლად წაართვეს უკანონოდ თავისუფლება და რომელსაც საბოლოო ჯამში წაართვეს სიცოცხლე. და ყველაზე საინტერესო ის არის, რაც მართლა არ ვიცოდი, რომ 2011 წელს თურმე სააკაშვილის ხელისუფლებას თვითონ უღიარებია ევროსასამართლოს წინაშე ის, რასაც ისინი დღეს უარყოფენ, რომ მოლაშვილი იყო ნაწამები მათ მიერ და რომ მოლაშვილის მიმართ იყო დარღვეული მე-14 მუხლი, ანუ ის იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. სამწუხაროდ კიდევ ერთი მსხვერპლი იმ რეჟიმის, რომელიც საქართველოს მართავდა და შეეწირა იმ საქმეს, რასაც იმ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა. არავის არაფერი არ შეჩება, ამაში მინდა ყველა იყოს დარწმუნებული, მაგრამ ხელაღებით, სისწრაფით ეს საქმე არ გამოდის. სულხან მოლაშვილის ცხოვრების ბოლო წლები მისმა მეგობრებმა და თანამებრძოლებმაც გაიხსენეს. სააკაშვილის ხელისუფლების მსხვერპლი ასეთი შეფასებები ისმოდა ყოფილი პოლიტპატიმრის მისამართით. დღევანდელი ხელისუფლების პრობლემად მიიჩნევენ იმას, რომ სულხან მოლაშვილის წამებაში ბრალდებულები პასუხისმგებაში ამ დრომდე არ არიან მიცემული. ჩემი მეგობარი იყო ძალიან დიდი ტკივილია ჩემთვის და ჩვენთვის. რა თქმა უნდა, სულხანი აწამა სააკაშვილის რეჟიმა და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ არ დასაჯა დამნაშავეები. ისე წავიდა სულხან მოლაშვილი ამ ქვეყნიდან, რომ ვერ მოესწრო დამნაშავეების დაჯას, მაგრამ არ აუშავს, ჩვენ დავსჯით იმ ხალხს. კაცი ისე მოკვდა, რომ არაფერი სამართლიანობა სულხან მოლაშვილის მიმართ არ აქვს. სულხან მოლაშვილი არის წამების მსხვერპლი. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის, გიგი წირეტელის, გიგა ბოკერიასის, ზურაბ ადეიშვილის, რომელიც ესწრებოდნენ ამ წამებას და ამ საზოგადოების სირცხვილი, ვინც მაგათ ხარს უჭერს. კულტურის სფეროს წარმომადგენლები სულხან მოლაშვილის პიროვნულ თვისებებსაც იხსენებენ. პროფესიონალი და იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული. ასე იგონებენ კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს. სამოქალაქო პანეშვიდზე მისული მოქალაქეები სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ. ჩვენი გახსენებები უფრო სუფრასთან ასოცირდებოდა ხოლმე და ერთი სული მქონდა რაღაც ახალს რომ გავიგებდი, რომ ამერიკა მომეყოლა. დიდებული პიროვნება, თუნდაც ფიზიკური შეხედულებით, სიმაღლით, რაც მე ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე და რაც თავარია თავისი პატრიოტიზმი, ქვეყნისადმი პატრიოტიზმი. დღევანდელია ეს ტრაგიკული ფაქტი, რაც აქ არის, რის გამოც ამდენი ხალხია მოსული და ბევრი კიდე სხვების, რომელმაც აი ესე ჩაიარა, თითქოს არც მომხდარა ეს უბედურება, არის შედეგი არასწორად გაგებული კოჰაბიტაციის. კოჰაბიტაცია არ ნიშნავს არ დაივიწყო თუ რამე უბედურება მოხდა. კოჰაბიტაცია ნიშნავს თანამშრომლობას. არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვარკვევი ამ იურისტიპრუდენციაში, ვერ ვარკვევი, მაგრამ ეს არის საშინელება. ჩვენ მოვედით მსხვერპლთან. დავიტიროთ, მსხვერპლი კი არა მარტო ჩვენი და საკუთარი თავი, ეს მოხდა. და ეს დაუჯელი ეს როგორ შეიძლება დაუჯელი იყოს ესეთი მოქმედება. სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოლაშვილის სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებისა და საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით 2004 წელს დააპატიმრეს. სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ევროპული კონვენციის 4-ვე მუხლით გაამართლა. სულხან მოლაშვილი უკანასკნელ გზაზე მეგობრებმა და თანამებრძოლებმა გააცილეს. ყოფილი პოლიტპატიმარი ვაკე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.